რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩამოფრინდა. ილია მეორემ რუსეთის პატრიარქთან შეთანხმებით საქართველოში ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები ჩამოიტანა. ჩვენ ახლა ჩვენი კორესპონდენტი სვიად ხუჯაძე გვერდება. სვიად, გისმენთ. დიახ, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩამობრძანდა. ილია მეორეს როგორც ცნობილია იყოფებოდა რუსეთში სპეციალური ვიზიტით. ის შეხვდა როგორც სამღვდელოების, ასე რუსეთის მაღალი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. პატრიარქმა თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას მცირე კომენტარი გააკეთა და ბრძანა, რომ ეს ხო ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი. დღესვე პატრიარქი, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, პატრიარქმა საქართველოში ჩამოაბრძანა ალექსი ნეველის წმინდა სხეულები და ეს მოხდა რუსეთის პატრიარქ კირილთან შეთანხმებით. ასე პატრიარქის ვიზიტი რუსეთში თავად რუსული მხარეც საკმაოდ ძალიან მაღალ მნიშვნელობას ანიჭებდა და ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კომენტარი, რომელიც მან თბილისის აეროპორტში ჩამობრძანებისთანავე გააკეთა. ეს იყო ისტორიული ვიზიტი და კარგი შედეგები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წერილობითი თხოვნით მიმართა სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს წმინდა ნაწილების გადმობრძანებასთან დაკავშირებით. ეს თხოვნა დიდი სიხარულით იქნა მიღებული და ჩვენ ველოდებით იმ წესს, როდესაც ჩვენი ტაძრის მფარველი წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდება. რუსეთის პატრიარქმა, საქართველოს პატრიარქი, რუსეთის ეკლესიამ საქართველოს პატრიარქი მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ორდენით დააჯილდოვა. ასევე საქართველოს პატრიარქმა მოილოცა რუსეთში ქართული წმინდა გიორგის ეკლესია და კრემლის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლინა წირვა-ლოცვა. პატრიარქის ვიზიტს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებენ დელეგაციის წევრებიც. პატრიარქმა ამ წუთებში აეროპორტით დატოვა და ხვალ უკვე დილის 9 საათის წირვას სამების საკათედრო ტაძარში. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ზვიად ხუჯაძე გვერდებოდა. მადლობა ზვიად.